ბატონიკა, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში, სხვა შორის პირველად ხართ ხამის კურიერის სტუმარი. მას შემდეგ რაც მე მიმყავს ეს გადაცემა და მიხარია რომ ხედავთ სტუდიაში. და ბატონიკა, მინდა დავიწყო საუბარი აი მისალმებაშიც ვახსენე ლევან ხაბეიშვილის ფრაზე, რომელიც აი სულ რაღაც 12 ივნის რამდენიმე დღის წინ მან მედიასთან თქვა, რომ არ არიან ჩვენი პარტიის წევრები. ეს კითხვა ეხებოდა იმას, როდესაც თქვენ არ დაგპატიჟეს ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა 12 ივნის და მან თქვა, რომ ისინი არ არიან ჩვენი პარტიის წევრები, რა შუაშია მელია. ანუ სწორად წარგადგინეთ როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანუ ითვლებით უსე ამ პარტიის წევრად, როდესაც თავმჯდომარე ამას ამბობს და განაგრძობთ თქვათ ისევ პარტიაში ყოფნას, ასე დავიწყოთ. მადლობა მოწვევისთვის და მადლობა შესაძლებლობისთვის. მაქვს შესაძლებლობა გესაუბრო თქვენ და თქვენს აუდიტორიას. სავარაუდოდ ახლა ადვილად პროგნოზირებადია ეს კითხვები, რომელსაც მე დამისვენთ ამ თვეების განმავლობაში. ბევრი საკითხი დიახაც უკავშირდება პარტიათა ნაციონალური მოძრაობის შიგნით მიმდინარე საკითხებს. ბევრისთვის ეს არის შიდა მიმდინარე საკითხები, ჩვენთვის არასოდეს არ ყოფილა შიდა მიმდინარე საკითხები. მე ვფიქრობ და ვხედავ რომ მთავარი პრობლემა, რაზეც ჩვენ ვერ ვთანხმდებით რიგ ადამიანებთან, არის შემდეგი. არის ხალხი, ვინც პარტიას ამ შემთხვევაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობასაც აღიქვამს როგორც იდეას. მე აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია მაქვს. მაქვს და მექნება. ჩემთვის პარტია არის იდეის განსახორციელებელი ინსტრუმენტი. ანუ იდეა და კონტექსტი, საშუალება, რომელიც იძლევა ქვეყანაში ცვლილებების განხორციელებას. პარტია არ არის არც ლოგო, არც არჩევნო ნომერი, არც რაღაც საბიუჯეტო დაფინანსება, არც რამდენიმე მანდატი პარლამენტში მანქანა მძღოლეს, არ არის პარტია ჩვენთვის. თუმცა პარტია ხო არის ადამიანებიც, პარტია არის თანამოაზრეებთან ერთად კონკრეტული იდეების განხორციელება, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს ქვეყანაში. და ამის რესურსს ხედავთ ნაციონალური მოძრაობაში დღეს თქვენ რომ აი ამ ცვლილებების განხორციელებას თქვათ რაზეც თქვენ ამბობთ რომ საშუალება უნდა იყოს ეს პარტია, მაგრამ და კიდევ ამბობ რომ ადამიანების ჯგუფიც არის. ანუ ეს არის ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების ჯგუფი დღეს უკვე. იცით რა, თელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი ასთა სხვადასხვაობა, სამწუხაროდ განპირობებულია სუბიექტური ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, თუმცა მე ვიქნები და ჯერა რომ ძალიან ბევრი ადამიანი, თანამოაზრეები, რომლებიც ბუნებრივად ჩამოყალიბდნენ ანუ ერთ პლატფორმაზე, ხა ის რომ შენ არ ეთანხმები პირთა წრეს, რომლებსაც მცდარი მოსაზრებები აქვს ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანასთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავს მტრობას. მე ვიქნები იქ, სადაც იქნება შესაძლებლობა ცვლილებებისა. მე ვიქნები იქ, სადაც იქნება შანსიც და საშუალებაც ქვეყანაში განახორციელოს პოზიტიური ცვლილებები. აი ამ შანსს თუნდაც თეორიულ სანამ ხედავ. ანუ ხედავ, ბუნებრივია ვიქნები სადაც ვარ. პარტია არ არის მენეჯმენტი, აქ უშუალოდ ძალიან დიდ შეცდომას. ხო, თუმცა ვინც მართავს პარტიას, ხო, ძალიან დიდ შეცდომას პარტია არის პირველ რიგში ამორჩეველთა ძალიან დიდი ნაწილი და ზოგადად ამორჩეველთა აი ეს ძალიან ძვირფასი, რომელიც ყავს ამ ისტორიულ პარტიას თავისი მიღწევებით, თავისი ძიმე შეცდომებით. მალმა ჩათვალა, რომ პარტია არის რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც ზურგი შეაქციეს საკუთარ ამორჩევას და ბატონი ხაბეიშვილი იკითხეთ, თუ მე ხა ეს კომენტარი არც ჰქონდა მოსვენილი, ხო მას. კი, ჩვენს ეთერში გავიდა ნამდვილად. ნამდვილად არ ჰქონდა მოსვენილი, თითქოს ჩვენ არ ვართ პარტიის წევრები. მე თითქმის ვცდილობ, რომ მასთან დაკავშირებით არ ვისაუბრო. არა იმიტომ რომ არ ვკადულობ მასთან დაკავშირებით საუბარს, მან აი იმის ხალხსაც კი შეაქცია ზურგი, ვინც მას ხმა მიცა შიდა პარტიულ ანუ იმ 53%-ში დიდ ნაწილს ზურგი უკვე შეაქცია, არ წარმოადგენს როგორც ამ ადამიანებს, ასევე არ წარმოადგენს პარტიის მართვის პროცესში საკუთარ თავსაც. და შესაბამისად ამით ის თქვა, როდესაც ჭრილოვან მმართველობაზე საუბრობთ ხოლმე, ამას გულისხმობთ, რომ არ წარმოადგენს თავის თავს? ანუ სხვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამხმოვანებელია, ამას გულისხმობთ? ნუ სამწუხაროდ ეს ასეა და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამაში წმუნდება და ეს არ არის შიდა პარტიული პრობლემა. ჩვენ როდესაც წლების განმავლობაში ვერ ვძვით იმ მანკიერებას, რაც ქართულმა ოცნებამ
დაანერგა არაფორმალური მმართველობა მაგ სამხედველობაში, ახლა რა გასაკვირია, რომ ჩვენს ახლო გარემოცვაში ოპოზიციაში ამანკიერებას შეებრძოლები. მით უმეტეს, როდესაც საჭიროებაც არის და აუცილებლად არსებობს საზოგადოებაში, რომ არსებული რეალობის ალტერნატივა დავანახოთ საზოგადოებას. და მაპატიეთ ახლა, როდესაც ჩვენ ჩრდილოვან მმართველობა, ნამდვილად თუ კი რამეს არ იმსახურებდა ეს პარტია 11 წლის ჩრდილოვანი მმართველობა? ჩემის აზრით არ იმსახურებდა იმ მოცემულობას, რომელიც ახლა დადგა. როგორ დადგა, რა გარემოებებით, რა შორსმიმოვალი გეგმები იყო შემუშავებული, ამას მომავალი ჩემის აზრით ძალიან კარგად და. აკო მინდა ერთი გკითხოთ, რადგან ეს ჩრდილოვანი მმართველობა ახსენეთ, ფიქრობთ, რომ ამ ჩრდილოვანი მმართველობით, ასე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობა კარგავს ამომრჩეველს. ანუ თქვენ მოსაზრებას ბევრი ადამიანი იზიარებს, რომ ეს პარტია ამას არ იმსახურებდა თქვენ. არ არსებობს ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ თუნდაც ერთ ადამიანთან დაკავშირებით გქონდა მცდელობა, რომ ის გამხდარიყო ჩემი თანამოაზრე. ბუნებრივად შეიქმნა ის დისპოზიცია, რომელიც შეიქმნა ახლა დიდ პარტია ერთენაცნობ მოძრაობაში, ხომ? ეხლა სანერვიულოა, ემოციურად ძიმეა, არასასიამოვნოც არის, ხო, ბევრისთვის ის რაც ხდება, უდიდესი გამოწვევების კვალდაკვალ. თუმცა მე აი ამ კრიზისში ვხედავ ძალიან დიდ შესაძლებლობებსაც, რაღაც დაგიმალოთ. კრიზისი რა თქმა უნდა იძლევა შესაძლებლობებსაც, თუმცა რისკებსაც შეიცავს. შესაძლებლობებში რაც გულისხმობ, ყველაფერი ზედაპირზე არის ამოსული. არაფერი შეიძლება ისე არ მახარებს ახლა, როგორც შედეგი რითიც დასრულდა შიდა პარტიული არჩევნები. აი ამ გადასახედიდან თქვენ დამარცხებას გულისხმობთ, რომ თავმჯდომარე აღარ ხარ? ზოგჯერ, არა, იცით რა, ზოგჯერ ერთი ნაბიჯი უკან გადადგა იმისათვის, რომ გადადგა 2 წინ იმ თავარი მიზნის მიღწევის გზაზე. ეხლა ჩაინიშნა ეს არჩევნები, როგორ ჩაინიშნა, მიუხედავად ყველაფრისა, მიულოცეთ, მაგრამ განგებ არაფორმალური მმართველების დავალებით და ეს არაფორმალური მმართველები არიან კეზერაშვილი და მერაბიშვილი. გახლით ეს ამბატონებმა პარტია, მაშინ რაც პოლიტიკური ერთი სამეგობრო, რომლებსაც აღქმა აქვთ, რომ 2023 წელიწადი არ არის. 2003 გონია, ამას გულისხმობ? ყოველ შემთხვევაში 2023 წელიწადი არ გონია, არც ეს, არც მეორეს და არც მესამეს. ანუ ფიქრობთ, რომ რეალობის აღქმა უჭირთ, თქვათ, იმიტომ რომ თქვენ თავად თქვით, ერთი ტელეფონით მართავს, მეორე სახლიდან არ გამოდის, ამის გამო. მთელი რიგი შეცდომები, იცით, აი სულ რაღაც მოკლე ვადაში 4 თვეში, როდესაც აი ესეთ მძიმე შეცდომებს უშვებენ. ეხლა შეუძლებელია ადმინისტრაციას ან მენეჯმენტს ამ შეცდომების დაშვების, ასე ვთქვათ, რაღაცა ისტაკონდეთ და არა სიამოვნებას გვრიდეს. ხო, ასე ხდება, როდესაც შენ არ ახარ თვითყოფადი და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მისამართებიდან იმართები. შე შემთხვევაში ხარ, ნუ რამდენიმე შემთხვევაში ეს ქვეყნის გარედან, როდესაც იმართები, იმ ადამიანს რაც არ უნდა კეთილი განზრახვა გქონდეს, ხომ? ვერ ექნება რეალობის ადეკვატური ახმა, ხო? შეხედეთ ეხლა ბიძინა ივანიშვილს, ხო? ქართული ოცნება. კეზერაშვილს გულისხმობთ, როდესაც ხო, მათ შორის, რა თქმა უნდა, ხო, ეხლა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით კეზერაშვილს გულისხმობ, რომელიც არის ფორმულა მარცხისა და ფორმულა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის გაძლიერებისა. ბიძინა ივანიშვილი არის ახლა კმაყოფილი იმით, რაც ხდება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. და მე ამ სიმართლეს იყო მაშინ ბატონო ნიკა, ერთ დავასრულებ ამ შეკითხვას. ნახეთ, თქვენივე თანაგუნდელები გულისხმობ, ვინც არის უფრო იმის მომხრე, რომ ლევან ხაბეიშვილი იყოს თავმჯდომარე, ვთქვათ, მერაბიშვილი, კეზერაშვილი მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ისინი პირიქით ამბობენ, რომ აი ეს ადამიანები არიან დამფუძნებლები ამ პარტიის, თავიდანვე ავანგარდში ნაციონალურ მოძრაობის და მათაც ჰქონდათ უფლება ყოფილიყვნენ. ანუ კონტრარგუმენტი მინდა რომ შემოგაშველოთ და შესაბამისად ფიქრობთ, რომ ვთქვათ, ამომრჩეველი თუ არა პარტიის დიდი ნაწილიც ისე ფიქრობს, როგორც თქვენ, ამომრჩეველი რას ფიქრობს, ვიცით, აბსოლუტური უმრავლესობა განსაკუთრებით ახლა 5 თვის თავზე არჩევნების დამთავრებიდან 5 თვის თავზე აბსოლუტური უმრავლესობა პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობის ამომრჩევლებისა ასე ფიქრობენ. პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობის ამომრჩევლებისთვის, თანაც ტრადიციული ამომრჩევლებისთვის რადასამალია, ხო? ვინც მიხეილ სააკაშვილის არის პოზიტიური ფაქტორია მიხეილ სააკაშვილის. ნიშნულოვანი და პოზიტიური მათთვის პოზიტიური ფაქტორია მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ მეტად ნეგატიური ფაქტორია ამავე ადამიანებისთვის მერაბიშვილ კეზერაშვილის, აი ასეთ მერაბიშვილ კეზერაშვილის პოლიტიკაში არა, პარტიულ პოლიტიკაში მონაწილეობა ფარდის უკნიდან. და იმდენად მძიმე ფაქტორია თავად მიხეილ სააკაშვილის
ხათრითაც ბევრ მათგანს არ ექნება საკმარისი ძალა, ასე თქვა, მოკრეფილი, რომ ხმა მიცეს პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც იმართება მერაბიშვილ კეზერაშვილი. კეზერაშვილი, მერაბიშვილი არსებობდნენ, მათ აქვთ არსებობის შესაძლებლობა, აქვთ რაღაცა ხარდაჭერთა ჯგუფები, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ პარტიას არაფორმალურად უნდა დამორჩილებოდნენ. ანუ მართლობაში არ დაყოფილიყვნენ ამას. არაფორმალურად. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვებძვით რუსული ყაიდის რეჟიმს, რომელიც აბსოლუტური სერიოზულობით ვამბობ, არათუ ატარებს რუსულ პოლიტიკას, ჩემი აზრია ეს, ხო, ჩამოყალიბებული არამედ საპირისპიროს ამბობს ხელისუფლება, მაგრამ ეხლა არამედ ნაწილია იმ პოლიტიკისა. როდესაც შენ ხედავ, რომ შენსავე პარტიაში განსხვავებული აზრის გამო დევნიან ადამიანებს, ათავისუფლებენ მათთვის სხვადასხვა რგოლებიდან და აი ბოლო ვიხილეთ წალენჯიხის მერმა გამგებლები გაათავისუფლოთ, რომ ესეც პოლიტიკური ნიშნით. წალენჯიხის შემთხვევა კიდევ უფრო მძიმეა, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომელსაც ახლა არაფორმალური მმართველობა პარტიისა უსწორდება, ხო? არაფორმალური მეთოდებით, ისინი როცა ჩემი არჩევნები იყო, ჩემი ხარდაჭერები არ იყვნენ. სხვა კანდიდატს უჭერდნენ. ანუ ეს თქვენს გამოახდება, სხვა ერთი მათგანი უჭერდა მხარს პირდაპირ ბატონ ხაბეიშვილს. მუმლაძე, გიორგი მუმლაძეს. მაგრამ ერთი მათგანი უჭერდა თავად ხაბეიშვილს მხარს, მაგრამ არაფორმალურმა მმართველობამ არ იცის ზომა, წონა, ზღვარი და აი რაც ხდება და თუ შემოვიდგინოთ, აი კულტურის სამინისტროში რაც ხდება ეხა, ხომ არ არის მოსაწონი. ხომ არ არის მოსაწონი ის ცენზურა, ის რეპრესიები, როგორ შეიძლება ამას რა შეიძლება სხვანაირად დაერქვას, ხომ? როდესაც შენ აკრიტიკებ სამართლიანად და ებრძვი ამ ყველაფერს წულუკიანის უწყებაში და სხვადასხვა უწყებებში, რაც დამახასიათებელია ქართული ოცნებისთვის და მსგავსი ხდება შენთან იგივე წალენჯიხაში, ეხლა ზაზა გოროზიამ, რომელიც ავტორია იმ ადამიანების დევნის ახლა სამეგრელოში, ხო? რა მორალური უპირატესობა ექნება ოდესმე, რომ გააკრიტიკოს სამართლიანად წულუკიანის ის მავნე რბილად ვთქვათ პოლიტიკა. ეს ვის აწყობს? ვის ცისკილზე ასხამს წყალს? ამ კითხეთ და პასუხოთ. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ცისკილზე ასხამს წყალსაც და ჩანჩქერსაც. ბატონიკა, ერთი რამე და კითხოთ, იცით, როდესაც ამ ყველაფერზე საუბრობთ, აი ზაზა გოროზია ახსენეთ და გამახსენდა არჩევნების დროს რაღაც ფარული ჩანაწერების უკან, რომელიც თქვენი ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდა, მისი გვარი დასახელდა, თუმცა ამ ჩანაწერზე საუბარს აღარ ვაპირებ, მაგრამ ამბობთ, რომ ჩრდილოვანი მმართველობა, აი ეს ჩანაწერები გამახსენდა არჩევნების წინ, დაკარგავს თუ არა ნაციონალური მოძრაობა სერიოზულად ამომრჩეველს, იმიტომ რომ როგორ შეიძლება დაიჯეროს ამომრჩეველმა, რომ პარტია, რასაც თქვენ ამბობთ, ეხლა მაგალითად აი ეს მაგალითი რაც მოიყვანეთ, ხო, რომ ხელისუფლება როგორ უნდა გააკრიტიკოსო, იმავე პრინციპით, რატომ უნდა დაუჯეროს ამომრჩეველმა ნაციონალურ მოძრაობას, რომ იმავე მეთოდებით სიტყვაზე არ განაგრძობს მერე, თქვა თუ ოდესმე დაბრუნდა ხელისუფლებაში ან ძალაუფლება. საკუთარ პარტიაში იყო გამოყენებული ფარული ჩანაწერების მეთოდები. სამწუხაროდ უნდა დაგეთახოთ. არც არავინ დაიჯერებს და რომ ვიცით, რომ არ დაიჯერებს და რომ ვიცით, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილი ქართულ ოცნებას აწყობს. ხელს აძლევს. ამიტომაც საჯაროდ საუბრობ, პოლიტიკა საჯარო სფეროა, ხო? დიახაც, რა თქმა უნდა, ეხა გუნდი შინით, ოდესაც ამას კადრულობ და ადრეც კადრულობდი და მეტად დახელოვნებული იყავი, ხვალდაზე სხვას უარესად მოექცევი, რა თქმა უნდა, მე ამისი მჯერა. საკუთარ პარტიაში მე ამისი მჯერა, რა თქმა უნდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამორჩეულთა დიდმა უმრავლესობამ ნაწილმა სწორად გავიაზროთ რა უმძიმესი მოცემულობის წინაშე დაგვაყენეს, ვინ კონკრეტულად რა ასე თქვა ფარული ჩარევები იყო ამ პროცესში, ამას მომავალი გაარკვევს, მაგრამ ფაქტი არის ჯიუტი. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ხო, მე იმდენად კი იმაზე მხოლოდ კი არ წუხარ, რომ პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხარდაჭერის თვალსაზრისით სუსტება და სუსტება. რა თქმა უნდა, ეს ასია. პარტია არის ორად გახლეჩილი, ახლა მერაბიშვილ კეზერაშვილის მეცადინეობით, არაფორმალური მმართველობით, მაგრამ ამავე დროს ძლიერდება სამწუხაროდ ის მოწინააღმდეგე მას ეძლევა ანუ პოლიტიკურ რეპერტუარში, შეიარაღებაში ის პოლიტიკური ვაზნები, რომელიც წესით მას არ უნდა ქონოდა და მორალური სიცხადის გარეშე
და კონტრასტული სხვაობის გარეშე ოლიგარქის, რომელიც დიახაც თავიდან ბოლომდე ტრულად განწყობილი სახელმწიფოს მხრიდან იმართება, დამარცხება არის პრაქტიკულად შეუსრულებელი მისია. ნაციონალურ მოძრაობას 2012 წელს ნინო არ წაუგია არჩევნები იმისათვის, რომ სახელმწიფო მოდერნიზდა. არ წაუგია იმისათვის, რომ მართლა წარმატებული რეფორმები გატარდა მთელ რიგ დარგებში. არა, ნამდვილად, ბევრი სხვა რამის გამო, რომ ხალხა ბათუმი, აჭარა, კახეთში სხვადასხვა ქალაქები მოკლედ რეაბილიტირდა, რესტავრირდა უამრავი რამ, ხო? ეკონომიკური განსაკუთრებით, ამიტომ არ წაუგია. დიდმა ნაწილმა ხმა ქართულ ოცნებას ამის გამო კი არ მიცა, რომ ეს ძალიანაც მოწონდა. ხმა სამწუხაროდ ქართულ ოცნებას მისცა გააზრებულად ბერმა გაუაზრებულად, ხო? ბერმა ნაციონალური მოძრაობის, აი ვანო მერაბიშვილისა და დათო კეზერაშვილის ჯინაზე. მათ მიერ განხორციელებული ძალმომრეობითი პოლიტიკის ჯინაზე თუ შეიძლება ასე ითქვას. და ჩვენ მთელი აი 11 წლის განმავლობაში ვცდილობდით მთელი გუნდი ნაციონალურ მოძრაობაში ვიყავით, რომ იცით რა, დაგვეწუნებია სულ უფრო და უფრო მეტი დამატებითი ადამიანი, რომ საკუთარ შეცდომებზე თვითნასწავლი გუნდი ვართ. და მართლაც ამისი მჯეროდა, მე მჯეროდა, ეხლა სხვა საკითხია, ვის ჯეროდა, რომ მე გულწრფელად ვიბრძოდი იქ სადაც ვიბრძოდი, მაგრამ მე ხო ვიცოდი საკუთარ თავთან, მე ხო მართალი ვიყავი და დიდწილად გამოგვდიოდა ეს და ამორჩეულთა რაოდენობაც იზრდებოდა, რომ ის შიში, რომელიც დასადგურებულია საზოგადოებრივ სხვადასხვა ჯგუფებში, აი მოხვალთ ვანო მერაბიშვილი, კეზერაშვილი ბიზნესით არეკეტირდება, კვლავ ასე თქვა დამჩაგრავდა ბიზინა ივანიშვილის რეჟიმი, მიუღებელია ჩემთვის და ეხლა ეს ადამიანები თუ ჩაანაცვლებენ, ჩემთვის რა შეიცვლება, ხო? და რთულია უკვე შეეწინააღმდეგო ამ არგუმენტებს, როდესაც თავად ხედავ ამ ყველაფერს. ამიტომაც ვამბობ, რომ პარტია მიიღო ის, რისი ღირსიც ნამდვილად არ იყო. ძალიან ძვირფასი, განათლებული, არაჩვეულებრივი პატრიოტი ამორჩეველი ყავს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. და არ ვიმსახურებთ რამდენიმე ადამიანის რაღაც მანკიერი პოლიტიკის თავზე მოხვევას. ისე, რომ ეს ფორმულად უკვე აღიარდა დამარცხების ბიზინა ივანიშვილის ვერაგი მოწინააღმდეგის პირისპირ. ბიზინა ივანიშვილი ეხლა არ ვიცი სად არის, ურეკშია, სოლოლაკშია, მართა კმაყოფილი უკეთეს ვერ ინატრებდა. ეხლა რაც ეხლა პრაქტიკულად ნაციონალურ მოძრაობის მენეჯმენტს, მე ვყოფ პარტიას და მის ამორჩევლს მენეჯმენტისგან და რა თქმა უნდა მერაბიშვილი კეზერაშვილისგან, ხო? ამ ადამიანებმაც ვერ გაიაზრეს სამწუხაროდ, ხო? შეიძლება გავიდეს ამდენი დრო და ეს უნდა მეკითხა, რა მიზანი ჰქონდათ მაშინ? რატო გეკითხებით? იცით თქვენ ამბობთ, რომ ამი დასუსტდა პარტია, ორად გახლეჩილი, ანუ ეს ძალიან ღია ჩანს, არის ეს დაპირისპირება, ამბობთ, რომ ხელისუფლებისთვის ეს ერთგვარი საჩუქარი იყო. რა ინტერესი ამოძრავებდათ მაშინ და რა მიზანი? მე არ მჯერა შემთხვევითობები. ანუ ამ შედეგზე ორიენტირებულები. მე არ მჯერა შემთხვევითობების, არ მჯერა ნამდვილად. მე ჩემ პოზიციას ახლა როდესაც ვსაუბრობ, იცით რა არის პარადოქსია და მგონია რომ ჩემს პოზიციას მხოლოდ მე არ ვსაუბრობ ახლა, იმიტომ რომ აქტიურად მაქვს კომუნიკაცია შეხება მათ შორის ძირითადად ნაციონალურ მოძრაობის ამორჩეველთან, არანაციონალურ მოძრაობის ამორჩევლებთან, რომელსაც ერთი სული აქვს, რომ ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებები, ასე ვთქვათ, შედგეს. მერაბიშვილით და თუ არა, შედგეს ზოგადად, აი ესე საზოგადოებასთან მაქვს შეხება და ერთი პოზიცია გვაქვს. იცით? ხელისუფლების ცვლილება არ უნდა ნიშნავდეს ჩანაცვლებას. დღეს კი ბატონო, ქვეყანაში არსებობს ერთადერთი ოლიგარქი. ერთადერთი ოლიგარქი, რომელიც მართავს ქვეყანას ისე როგორც მართავს და მესამე ვადა ეწურებათ და შეხედეთ რა გვარდასახელებს არ დავასახელებ ქართულ ოცნებაში. გამდიდრდნენ, გადამდიდრდნენ. სახლებზე აშენებენ. ხო, თუმცა თავად უწოდეთ მოოლიგარქო თქვენ დავით კეზერაშვილს ანალოგიური ხო და ნახეთ, ქართული ხალხის ხარჯზე, ქართული ოცნება დიდრდება და დიდრდება. მაშინ როდესაც ასე გამდიდრდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც, ყოფილი ხელისუფლების წევრებიც, ნუ რამდენიმე. არ ვიცი, არიან ოპოზიციაში ადამიანები მათ შორის და ამიტომ არის აი კრისტალიზაციის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს. თავისი სიმძიმეებით, ჩემთვის დიახაც და ბევრი ადამიანისთვის ამ ხრივ მისასალმებელია. როცა მთელი საქართველო ხედავს, სად არის სიმართლე და ეს სიმართლე გამოჩნდება. სადაც იქნება სიმართლე, სადაც იქნება მორალური უპირატესობა, იქ დადგება საქართველოს მოქალაქეები და ქართველი ხალხი. არიან ოპოზიციაში ადამიანები, ხო, ოპოზიციაში არიან ადამიანები,
რეგისტრირებული ბიზნესებიც არა აქვს. და დიდებიან ხელშესახებად ჩანან. ჩანს ეს ყველაფერი. სახელმწიფოს შენების სასახლეს არ მოდიხა კონკრეტული სახლების და გვარების დასახელება. ასეთი ადამიანების მხრიდან წარმატებულ ბრძოლაში შესვლა, მათი შესვლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის, დიახაც რეჟიმია მე ხა ვიღაცას ადრე ჭრიდა ეს ყურს, მაგრამ ნუ ეხა ეს ასეა. შეუძლებელია უბრალოდ, ოდესაც ოპოზიციაში არის ხალხი და ნაწილი მათგანი პარტიის მმართველობაშია ერთის მესამეს, ხო და არ არის ლეგალური ბიზნესი თანაც. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა კი არაა მათთვის თავარი ამოცანა. თავარი ამოცანა გამდიდნენ და ის საპარლამენტო მანდატი, თუნდაც ოპოზიციური, ხო? სჭირდებათ იმისათვის, რომ ეს ბიზნესი განავითარონ და აი ეს ამოცანა მაქვს, დიახაც მე რომ საზოგადოება რაც უნდა ტკინეული პროცესი იყოს, დაინახოს. საზოგადოება მიცოდეს, რომ არაფერი საერთო ამ ქვეყნის მომავალზე ორიენტირებულ ხალხს არ ექნება ანტისახელმწიფოებრივი ინტერესების გამტარებელ ხალხთან. არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას. როცა ვამბობთ, ხო და ვამბობთ, კი ევროპას, ევროპულობა პირველ რიგში უნდა ნიშნავდეს დამოკიდებულებას. ხედვებს და როდესაც შენი ხედვები და დამოკიდებულებები სხვაგვარია ვიდრე დეკლარირებული წინადადებები, რომელსაც ამბობ რომ ევროპა გვინდა, ეს არ არის საკმარისი, როდესაც ოპოზიციაში ხარ. შენი საქციელი და ქმედებებით უნდა დაამტკიცო და ქმედებები სახელგვარებს არბეთ ნაციონალური მოძრაობის წევრებს გულისხმობთ, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ბრალდებები იწვევს და მარტო ეს მაინც რომ ითხრა. არა, ეხლა ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, საზრდოობს ბიძინა ივანიშვილი მათ შორის ოპოზიციაში რიგი ადამიანების არსებობით ნაციონალურ მოძრაობაში აი ამას გეკითხებით თუ ზოგადად ოპოზიციაში. ეხლა მე არ პირდაპირ გეუბნები და დავასახელე ხო მერაბიშვილი კეზერაშვილი ხო? ხო, ეხლა კეზერაშვილი და მერაბიშვილის მოკლედ გარშემო თავს მხოლოდ და მხოლოდ მოიყრის ის ხალხი, ვინც მათსავით ფიქრობს. ეს არის ხალხზე უცხადესი. მაგრამ იცით რა არის აქ ყველაზე დიდი დამცირება ოპოზიციის განწყობილი საზოგადოებისა, განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობისა, ნაციონალურ მოძრაობას წარმოვადგენთ, ეხლა ამორჩევლისა, ოღონდ ფარსში და სიყალბეში ცდილობენ აცხოვრონ ასეთესობით პარტიის ამორჩეველი. თუ ერთ ადამიანს მაინც ამ ქვეყანაში სჯერა იმისი, რომ მერაბიშვილი კეზერაშვილით ივანიშვილის დამარცხება არის შესაძლებელი და საუბრობენ იცით რა ამ ადამიანების კრიტიკა შემთხვევით ივანიშვილის წისქვილზე ხო არასწავს ყავს მაპატიეთ ივანიშვილის არა ივანიშვილისთვის ამაზე მეტ წყალს რა მის წისქვილზე რა უნდა დაესხა რაც ხდება ახლა ხო თუმცა თქვენივე პარტიის მენეჯმენტი პეტრე ცისკარიშვილს გულისხმობ თქვა ესეთის რამეც თქვენზე რომ იმაზე მეც გულანძღავს ვიდრე ოცნება ვიდრე მისი ფრაზაც მაქვს მოყვანილი და როგორ შეუულია მას მერე ნუ აი როგორ უნდა ვითანამშრომლოთ მასთანო და ამას რატომ გეკითხები და რატო ვახსენე იცით რომ რაღაცა რჩებით მაშინ პარტიაში ანუ შიგნიდან მხილების ეს გაქვთ თუ იმიტომ რომ თუ ერთმანეთთან ვერთან თუ ამომრჩევლს გინდა დაანახოთ რეალობა თუ აი რაღაც ორ ფრონტზე რატო იბრძვით გახლიჩეს თავად განგებ უნებლიეთ ამოთ მომოვალი და თუ ისე შორეული დაანახეთ ძალიან ბევრ ადამიანს ხო დიახაც ეხლა ლანძღვა ახსენეთ ხო ეხლა ვიღაცა სიმართლის საუბარი სიმართლეზე საუბარი მე ის ფრაზა ვიპოვო უბრალოდ გაგრძელეთ საუბარი გონია ლანძღვა ეხლა ხო, კაცი რომელიც გულანძღავს ბოდიში და ვიპოვეთ დღე და ღამე ქოცებზე უფრო მეტად. რანაირად წარმოგიდგენთ რომ ერთ დარბაზში დავსხდეთ. აი ნახეთ რა არის ეს მხოლოდ ახლა რამდენიმე ადამიანს არ დაურქვევია სიმართლეზე საუბრისთვის. ეს განცხადება წაკითხული მქონდა მე დიახაც. ლანძღვა არ დაურქვევია სიმართლეზე საუბრისთვის. ეს მარტო პეტრე ცისკარიშვილს არ უთქვამს, ხო? ადრეც უთქვამს სხვებს, სხვა კონტექსტში და სხვა ხალხს, სხვა რეალობაშიც. მაგრამ სინამდვილეში ამ ჩემს კრიტიკას ლანძღვად კინო ისმენენ შესაძლებლობად აღიქვან რომ იქნებ სარკეში ჩაიხედონ და გამორული სახე ჩამოიწმინდონ იმიტომ რომ პასუხისგებლობა ძალიან დიდი აქვთ მათ და ემოციებზე გულწრფელ ემოციებზე ოპოზიციოდ განწყობილი ამორჩევლების თამაში არის დანაშაულის ტოლფასი დღეს თვითმყოფადობა, როდესაც აკლია პოლიტიკურ ლიდერს და ლიდერად ასაღებს თავს და იმართება
ფარდის უკინა პირდაპირ გეუბნებით. მე გქონდეს მორალური უპირატესობა კონტრასტული სხვაობის პირობებში, რომ ხვალ ზეგ, როდესაც საარჩევნო კამპანია დაიწყება, ზუგდიდიდან დაწყებული, ლანჩხუთით გაგრძელებული და არ ვიცი მე თბილისით დამთავრებული, რაიონ, ქუჩა, მივიდეთ და თქვა, რომ ჩვენ აბსოლუტურად სხვანი ვართ და როცა ახლა ვხედავ პროცესს, რომელიც ძალიან აწყობს ბიზინა ივანიშვილს, რომ ზღვარი წაშალოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ეს მას აწყობს. არადა ისტორიული შესაძლებლობა აქვს ახლა ქვეყანას. ეს შესაძლებლობა პირველი ეტაპის სახით მოგვიცა, ამ შესაძლებლობების გამოყენება მნიშვნელოვანი, როგორც არასოდეს ისია ღიაკარები დღეს ჩვენთვის ევროპულ ოჯახში და ყავს ხელისუფლება, რომელიც არასახავს ქართული ხალხის ნებას და გამიჯნა საკუთარი თავი ხალხისგან. ისევე როგორც წესით ერთ დროს ალტერნატივად აღქმულმა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ მისმა ახლანდელმა მენეჯმენტმა საკუთარი თავი გამიჯნა ამორჩევლისგან. აი, პარადოქსალურია და თავარი ოპოზიციური პარტია. ასე მოვიხსენიებდით მედიაც კი და ვიხსენიებთ ნაციონალურ მოძრაობას. ფიქრობთ, რომ ამ შანსს, რომ ის იყოს თავარი ოპოზიციური პარტია, კარგავს ნაციონალური მოძრაობა და რადგან არჩევნები ახსენეთ, ეს შევაერთებ ამ ორ თემას და მოგისმენთ, იგივე თქვენი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, მაინც ასე ქვია ლევან ხაბეიშვილს, გამოითქვა ინიციატივა რაღაც ოპოზიციის ერთობაზე. მოვისმინეთ თქვენი მოსაზრება, დიდად არ მოიწონეთ. აქეთ ლელო ამბობს, რომ მესამე ცენტრი უნდა შეიქმნას, ანუ ცოტა ნაციონალური მოძრაობიდან ამ ოპოზიციურ ერთობაზეც მინდა გკითხოთ, თქვენ როგორ ხედავთ წინა საარჩევნოდ ამ ერთობის იდეის მომხრე ხართ და ვთქვათ რაღაც მესამე ცენტრის შექმნის თუ მაინც იქ ხართ, რომ ნაციონალური მოძრაობა გინდათ, რომ ვთქვათ დაუბრუნდეს ძველ კალაპოტს, როგორ არ ვიცი, თქვენ ამბობთ, რომ ისინი მართავენ დღეს პარტიას, მაგრამ ელით რომ რამე შეიცვლება, ანუ აი პარტიის გადარჩენის და მერე ოპოზიციაში ერთობის რა შანსები არსებობს? ეს გაგრძელდება უსასრულოდ პარტიაში ეს უმძიმესი მდგომარეობა, ეს არის გამორიცხული, რაც შეეხება მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს, ეხლა მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი ჩემთვის პირველ რიგში ნიშნავს არა ზომას, არა წონას, არამედ მომავლის პოზიტიურ პერსპექტივას. და ამორჩევლის რაოდენობას ალბათ, ხო? და პირველ რიგში მომავლის ყველაზე მეტი ამორჩეველი ხარდა ნაციონალურ მოძრაობას ოპოზიციიდან. ხო, მაგრამ არა წონა და არა ზომა პირველ რიგში ამასაც კი არ ნიშნავს ჩემთვის, ნიშნავს რამდენად ორიენტირებული ხარ მომავალზე. რამდენად მზად ხარ, რომ მომავლის პერსპექტივებს ემსახურო და ამის რეალიზება მოახდინო. ჩემთვის ეს არის ამავე დროს თავარი არის წარსული, არ თქვა, მე ვარ საჯარო მე ამ ბრძოლაში 2013 წელს შემოვედი. არავინ არ მავალდებულებდა და მოვედი სიახლის პრეტენზიით. და ზუსტად ვიცოდი პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობას რა ჰქონდა შეცდომების სახით, მძიმე შეცდომების სახით დაშვებული და ამის გამოსწორებაზე მუშაობდით. და არ იყო ადვილი წლები. და არც ერთ ბრძოლას მეორე რიგიდან არ შევხვედრი ვარ. ეპიცენტრში ვიყავით. და ხშირად ამ მოვლენებს ვქნიდით ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ასე გაგრძელდება. იმიტომ ჯერა ვიღაცა დამეთანხმება ამაში, ვიღაცა არ დამეთანხმება, დიახაც, ჯერა. და ეხლა მაპატიოს ნებისმიერ მაგ ამისი უფლება დიახ, საკუთარ თავს ვაძებ ამის უფლებას, ყველაფერს დავარქვა თავისი სახელი. იმიტომ რომ მგონია, სამწუხაროდ 100 წელიწადი ვერავინ ვერ ცხოვრობთ. და ვიცი, რა ცხოვრების სტანდარტია ევროპულ განვითარებულ სახელმწიფოებში, რა დროს კარგავთ ჩვენ, დრო რო ჩვენზე ახლა არ მუშაობს და იმასაც ვაცნობიერებ განვითარებულ სოფლიოს ქვეყნების შემთხვევაში, დრო რო მათზე მუშაობს. და ჩემი შვილის მაგალითზე გეტყვით, ჩემი შვილი 8 წლის გაზრდილი საქართველოში ბევრად უფრო ნაკლები ტემპით ვითარდება, რაც არ უნდა ტექნოლოგიები ვითარდებოდეს, ვიდრე განვითარებულ სახელმწიფოებში, ხო? და არც ივანიშვილს, არც კეზერაშვილს და არც მერაბიშვილს და არავის, რომელიც უგულებელ ყოფს სხვადასხვა მასშტაბში, ვინაიდან ეხა ის სხვაგან არის, ესენ სხვაგან არიან, საკუთარ ამორჩევლებს და ხალხს, ამის შესაძლებლობას უამრავი ადამიანი არ მივცემ და ვინმეს თუ წინს, ხო, გამოვიდეს და საზოგადოებას დაუმტკიცოს თავისი სიმართლე. ბოლოს როდის გინახავთ ვანო მერაბიშვილი ქუჩა, აი როდის გინახავთ უბრალოდ თავყრილობაში, აი სამ გინახავთ. ანუ თქვენ ღიად უნდა საზოგადოებრივ ჯგუფებთან შეხვედრა გინახავთ. ორი დღის განმავლობაში საკმარისია მან გადაწყვიტოს რომ დამეთანხმება, დამირეკავს და მეტყვის რომ ამართალი ყოფილიყარ ეს. მართლა გეუბნებით 20 წლის თავზე 20 წლის წინანდელ კონტექსტში უნდა აცხოვროს მთელი ქვეყანა და პარტია და არ გამოვა ესეთი რაღაცა ეხა. როცა გეოპოლიტიკური ამხელა გამოწვევებია უამრავი
პრობლემა აქვს სახელმწიფოს, ბევრი ჩვენგანი ხედავთ ამ პრობლემებს ცხადში, ბევრი ჩვენგანი ხედავთ მხოლოდ აისბერგის წვერს, ბევრი ხედავს მთელი მასშტაბით ამ აისბერგს, რომ ვეჯახებით ისტორიული გამოწვევის წინაშე დგავართ მართლა, ხო? მთელი სოფლიო უბრალოდ პოლარიზდა, ხო? დაერთხარეს დადგა რუსეთი, დადგა მოკლედ ტერორისტული სახელმწიფო, რომელმაც ომი გამოუცხადა სუვერენულ სახელმწიფოს, ამჯერად უკრაინას, ბელორუსი მოიმხრო და სამწუხაროდ ქართული სახელმწიფოს ხელისუფლებაც აღმოჩნდა ერთ-ერთი მათგანი. აი ასეთი გამოწვევის წინაშე, როდესაც აღმოჩნდით, ყველაფრის და მიუხედავად, რაც ახლა ჩვენ ჩამოვთვალე, ბევრი საკითხი, როდესაც არჩევნებზე მიდგება, ხო, საუბარი, გადაწყდება ქართული ხალხის მიერ და ის, რომ ჩვენ მხოლოდ გვინდა ევროპა, აი ამ ასე თქვა წინადადებების თანაც ზოგი მათგანი სტერილურად ძახილის მეშვეობით ივანიშვილი არ მაცხება პირველ რიგში უნდა დაანახო შენ რომ გულისხმობ ევროპას რომ ევროპული ტიპის სახელმწიფო გინდა ევროპული განათლება გინდა ევროპული მართლმსაჯულება გინდა მე მართლაც არათუ დარწმუნებული არა ვარ პირიქით დარწმუნებული ვარ რომ როგორც ივანიშვილი მოიქცა და გაათმაგა და გააოცმაგა მოსმენები და ასე შემდეგ ხო მერაბიშვილის მეშვეობით რომელიც იგივე მეთოდებს გამოიყენებს მერაბიშვილმა კეზერაშვილმა ამათმა შობეს ამათმა დაბადეს ხო ჩინჩალაძე მურუსიძე და მე მყარი არგუმენტი მაქვს ჯეროდეს და დავარწმუნე უკვე საზოგადოება განგაში ზარი შევა დრო ცოტა გვაქვს იმიტომ რომ ვიცი რომ აი ეს ბინძური რუსული ყაიდის პროპაგანდა ქართული ოცნების წინა საარჩევნო პერიოდში ძალიან დააზიანებს წინააღმდეგურ მოძრაობას და ოპოზიციას და არა ვარ მე პირადად დარწმუნებული არა მეტიც დარწმუნებული ვარ რომ თავზე ხელს გადაუსმეს მურუსიძესაც და ჩინჩალაძესაც მერაბიშვილიც და კეზერაშვილიც რომ მიეცეთ ამის შესაძლებლობა. კი, ადეიშვილის სიტყვები იყო რომ პროკურატურის უკანაეზო იყო სასამართლო. არა, ხო და ამიტომ ვამბობ რომ ჩვენ თანხმდებით ქართული ხალხი საქართველოს მოქალაქეები თბილისში, ახალქალაქში, მარნეულში, ასპინძაში, ყველგან ზუგდიდში და ყველგან შევთანხმდით. რითი მივდივართ მომავალში? რა სტოვებთ აწყოში და რას ვაბარებთ წარსულში? და ეხლა როცა ვხედავ რომ წარსულის გადმონაშთები, ნახეთ, ჩვენ მე პირადად როგორი საქართველო მინდა მომავალში, ხო? ევროპული, განვითარებული, ქართული, ნამდვილად და არა ისეთი, რასაც დაუზობს ამჟამინდელი ხელისუფლება, ის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ, რაც ნამდვილად ანტიქართული განმარტებებია, ხო? მაგრამ ეხლა ვიღაცას სურს რომ 2003-2012 წლის პერიოდი 2023-24 წელს კალკით გადმოიტანოს ბიძინა ივანიშვილს სურს რომ ეს 2012-2023 წლის პერიოდი ასევე გადმოაკოპიროს არა სულ რო ყველაფერი უშეცდომო ყოფილიყო ის 9 წლიანი პერიოდი აი ერთი მისხალი შეცდომაზე ყოფილიყო დაშვებული ნინო სხვა დრო იყო და სხვა დროა ახლა სხვა ხალხი ცხოვრობს თაობები გაიზარდა ხო სულ რო შეცდომა არ დაეშვა ბიძინა ივანიშვილს არადა შეცდომა რბილად თქვა ხო ხა რაც გააკეთა და რასაც აკეთებენ ახლა განსაკუთრებით უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ ხო ის აღარ ვარგა ხვალ იმიტომ რომ იყო ტელეფონი ფანრიანი ნოკია იქ აღარ ინსტალირდებოდა მაშინ არ ინსტალირდებოდა აპლიკაციები მაგრამ საუბრობდით გირეკავდით მირეკავდით პირობითად ხო მობილურის ფუნქციას ხო და დღეს კომუნიკაციის ფუნქციას ასრულებდა და ეხლა მერაბიშვილი და კეზერაშვილი თავაზობენ ფანრიან ნოკიას 2024 წელს და ბედნიერია ივანიშვილი აბა რა არის და გული მტკივა მართლა ამ რეალ იმიტომ რომ სულ სხვაგან უნდა ყოფილიყავით საუბრობენ ასევე ერთობაზე მინდა მოვასწრო ორი პატარა საკითხი ხო ერთობაზეც მაინტერესებს და მოკლედ მიპასუხეთ რა იყოს მეტაფორულად ვიტყვი რა ბევრი მოკლედ მაგარი ორი სამი კითხვა მოვასწრო როდესაც სწორი გზით მიდიხარ და აღიარებ ეს არის სწორი გზა ოღონდ გრძელი გზა ასე გავბევდებით ელექტრულად მოძლიერდებით მაგრამ გამოჩნდებიან ადამიანები და რომ იტყვიან რომ იცით რა კი პრინციპში სწორი გზით მიდიხარ შენ მაგრამ გრძელი გზა და მოდი საჭესთან დამსვი და მოკლე გზით წავალ იქ მიხეილ სააკაშვილსაც გავათავისუფლებ ქვეყანასაც ვიცი ეს იყო მთავარი შენიშვნა თქვენთან საწინა საარჩევნო ეს მინდა რომ გკითხოთ ეხლა და ვინც თვლიდა რომ თქვენ არ აქტიურობდით მაგრამ როდესაც ხედავ რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოატრიალეს და უკუსულით განაგრძეს მოძრაობა და წინ არის უბსპრული ეხლა აი აქ თუ არ დაემგზავრები
ესე იგი ერთობის წინააღმდეგი ხარ მაპატიას. შემთხვევით პირიქით ხო არ არის გასაკეთებელი ისაც ვაკეთებ ამ წუთას მათ შორის ამ ეტაპში. თქვენ დაგემგზავრონ ამას? არა, მე მაგარ მარშრუტი არ არის, სწორი, უკან მიდიან, დროში უკან მოგზაურობენ. და უამრავი ადამიანი არ გაყვება მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლები, ყველა ვისაც უნდა მართლაც ქვეყანაში ცვლილებები უკეთესობისკენ მაპატიეთ, იცით? ცვლილებები, ეხლა ჭიქის მაგებად შეიძლება ჯამი დადო, ხო, მაგრამ ჭიქა უნდა გჭირდებოდეს, ხო? ცვლილებებისთვის არა. ცვლილება უკეთესობისთვის. ცვლილება ყოველთვის უკეთესობას არ ნიშნავს. და რა იმპულსებს უშვებს? და არა წარსულში დაბრუნებას არ ნიშნავს ალბათ. სააკაშვილის ფაქტორი ვახსენეთ, ძალიან მინდა რომ მოვასწრო რამდენიმე კითხვა. ნუ თქვენი გადარჩევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ასე ვთქვათ, იყო სწორედ ეს უკმაყოფილება, რომ რაღაც ვერ მოხერხდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ასე შემდეგ და აქტიურობა, უბრალოდ პასიურობდით თქვენ, ისინი თვლიდნენ და აქტიურობას გიწონებდნენ. დღეს პარტია ამბობს, რომ არის საგანგებო რეჟიმზე ამ ხრივ გადასული, მაგრამ თქვენ როგორ აფასებთ? ხდება თუ არა ხატია დეკანოიძემ თქვა ერთხელ წინასაარჩევნო თუ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყო სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი გამოყენებულიო და ძალიან გულდაწყვეტილი საუბრობდა ამაზე. თქვენც ფიქრობთ ამას, რომ მისი გამოყენება მოხდა და თქვენ თვითონ დღეს აღარ ახსოვთ იქით ეძახიან გვიშველეო. არა, მხოლოდ გამოყენება, თუ ვინმე დაამცირეს ამ პროცესში დაამცირეს მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პატიმარი. მაგრამ მათ აქვთ მისი მხარდამჭერა ბატონიკა. თუ ვინმე დაამცირეს, ჩემი პოზიცია ასეთია. როდესაც შენ კამპანიას ატარებ და არწმუნებ მათ შორის პოლიტიკურ პატიმარს, გარედან შიგნით და საზოგადოებასაც, რომ მაქსიმუმ 3 თვეში გაგათავისუფლებ და დადგები ფაქტის წინაშე და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდები, ბევრი ადამიანი იწყებს გადააზრებას, გადაფასებას ყველაფერს, რა თქმა უნდა, აქვე ასკონი, რომ თუ ვინმეს მიაყენეს შეურაცხყოფა. არა უბრალოდ ინსტრუმენტალიზაცია მოახდინეს, შეურაცხყოფა ეს, იმიტომ რომ თუ პარტნიორი ხარ, თუ გული შეგტკივა, თუ პარტიის დამფუძნებელზე, ლიდერზე საუბრობ, ხო? სიმართლე უნდა ისაუბრო, ეს არის დიახაც პარტნიორობა და კეთილი სამარიტანელობა და არა ტყუილების ბრქვევა, იმიტომ რომ წინ დაგხვდება. და ეხლა შედეგად რა მივიღეთ? მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რა? გაძლიერდა მისი პოზიციები, სოლიდარობა მის მიმართ გაიზარდა, იმის ვაკეთებად რომ გაზრდილი იყო, შეამცირდა, იმიტომ რომ ისეთი სპექტაკლი შემოგთავაზეს მთელი ამ თვეების განმავლობაში, როდესაც სხვა შენობიდან მოითხოვეს უხეში ფორმებით არჩევნების ჩანიშვნა და დაანგრიეს პრაქტიკულად პარტია ორად გაყვეს და დღემდე აგრძელებენ ამ ყველაფერს. მარნეულში, ახალქალაქში, ადგილობრივ დონეზე ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევნები ჩაატარეს და განგება არ შევედით და არ მივიღეთ ჩვენ მონაწილეობა, იმიტომ რომ თქვით, რომ ეხლა მეორე არჩევნებს ეს პარტია ვეღარ გაუძლებს, მაგრამ 5 ოლქში შედგა შეჯიბრობითობა. და წალენჯიხაში ნახეთ რა მოხდა ახალქალაქში და მარნეულში. 3-ად გაყვეს პარტია, 4-ად გაყვეს საერთოდ. მეგონი წალენჯიხაში 4-ად არის რეალობა გაყოფილი. ამიტომ ხო შემთხვევით მოხდა ნინო ესა, არ ვარ დარწმუნებული და შემთხვევით მოითხოვეს არჩევნების ჩანიშვნა უდროო დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო გადაწყვეტილების განაჩენს ველოდებოდით, გადაიყვანდნენ მას თუ არა და იმ კონკრეტული დღისთვის ვემზადებოდით, მობილიზაციას ვახდენდით და ამ დროს მერაბიშვილ კეზერაშვილმა ეს ყველაფერი ასე თქვა დაორგანიზეს და ხორცი შეასხეს. მე ამჯერად რა ინტერესი იყო? ამას მომავალი დაადგეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო შემთხვევით. ბატონიკა, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რომ უნდა დავასრულოთ, თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ სიყალბის და ფარისეულობის დრო უნდა დასრულდეს პოლიტიკაში, რომ ამ პირობებშიც და არათავჯდომარის პირობებში უფრო აქტიურობას აპირებთ პოლიტიკაში, იქნებით მანამ ვიდრე გადარჩენისთვის პარტიის და ამიტომ რჩებით და დავასრულებ შეკითხვას, მაგრამ აი იმ ყველაფრის ფონზე, რაზეც ვისაუბრეთ, ფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აი პოლიტიკური ნიშნით გაშვება, რა ფარული ჩანაწერები ვახსენეთ, ხო 203-ად გაყოფილი პარტია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით არსებობს ამ პარტიის გადარჩენის შანსი კიდევ, ფიქრობთ და ამიტომ რჩებით თუ რატომ არ მიდიხართ? აი ეს კითხვა ებადება ყველას, როცა რაღაცებს ეწინააღმდეგები ასე და არ მოგწონს, რჩები შიგნიდან იბრძვი თუ მიდიხარ? ანუ აი რა არის თქვენი პოლიტიკური გზა? ფრონტი არის ერთი, ანუ ბრძოლის ველი არის ერთი. ამ ბრძოლის ველზე ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად უპირისპირდება რეჟიმს. მაგრამ როდესაც ამ გზაზე ხედავ მანკიერებებს და მიუღებელ ქმედებებს, ამაზე მე ჩემ მოსაზრებას ვაფიქსირებ და დავაფიქსირებ, მუდმივად და დამიფიქსირებია და ეს ხდება ახლა, იმიტომ რომ ახლაც ბრძოლას აძლიერებს რა. აძლიერებს სიმართლის სიცხადის შეტანა.
მე მგონი არა დარწმუნებული ვარ რომ მერაბიშვილი კეზერაშვილის აი ამ დოზით ჩართულობა რა დაპატრონება პარტიისა ხო წინააღმდეგ მოძრაობას ასოზე ტვირთად გაწვება იმის მაგალითად გიმსუბუქებდნენ ეხლა მერაბიშვილი რო ხარ იცი ვანო მერაბიშვილი რაც არ უნდა წარმატებული რაღაცა რეფორმების გაგეტარებია ხო და იყო ასეთების ნამდვილად ხო კეზერაშვილი რო ხარ კეზერაშვილი თუ მართლა გამარჯვება გინდა ორ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ან განზრახ აკეთებ და ვცდილობ რომ ეპიცენტრში დადგე და საპირწონეთ თავი დაუხატო ბიძინა ივანიშვილი საპირწონეთ საკუთარი თავი შესთავაზო საზოგადოებას რითიც ბიძინა ივანიშვილს აძლიერებ ან უკეთეს შემთხვევაში მართლაც არარეალურ სამყაროს წარმომადგენლები არიან რომლებიც მოწყვეტილნი არიან რეალობას სხვა ახსნას უბრალოდ ვერ პოულობ შეუძლებელია ხა როდესაც იცი რომ ელექტორალურად და ამიტომ რჩებით პარტიაში და ფიქრჩები კითხვა ეს იყო მე მართლაც ბევრ ადამიანთან ერთად ბევრ ადამიანი და ბრძოლაში ჩავერთე ხო ჩემთვის მანდატი არასოდეს არ ყოფილა თვითმიზანი და ამოცანა ნინო საპარლამენტო მანდატი ორჯერ მქონდა და 8 წლიანი ვადა ხო უნდა ასე თქვათ გაგრძელებული იყო ჩემი პარლამენტარობა ჯამში სულ ვიყავი პარლამენტის წევრი 2 წელიწადი ორივე მანდატი დავთმე ბრძოლაში არაფერი და შემეძლო არ დამეთქვა არაფერი არ არის. ანუ ფიქრობთ რომ დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა დათმოს მანდატები და ისინი პარლამენტში არ დაიყვნენ. ჩემთვის არ არის და ბევრი ადამიანისთვის არ არის იდეა ფიქსი პარლამენტარობა, მანდატი, რაღაცა პრივილეგიები, არც ნაციონალური მოძრაობის დროს მაშინ მისარგებლია პრივილეგიებით სამთავრობოს, ხო? და არც ახლა და ბევრი ადამიანია ასეთი. ვიღაცისთვის პოლიტიკა პარტიული მათ შორის არის ბიზნესი. და ეს ხალხი მე მათ ყავს იდენტიფიცირებული. ხელისუფლებაში ხომ ყავს და ყავს და ხედავ მოკავშირეებს. ნებსი თუნიბლად მოკავშირეებს ბიძინა ივანიშვილის აი ამ რეჟიმის. და გართულდა ეხა ამოცანა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მაგრამ მაინც შიგნიდან აგრძელებ ბრძოლას ეს გინდა თქვა და უნდა დავასრულო. ყურადღება უნდა გაამახვილო ამ რეალობაზე. სანამ მინიმალური შანსი იქნება, ბუნებრივია, იმიტომ რომ 11 წლიანი ბრძოლა მაკავშირებს ამოჯახდა 11 წლიანი და სულ სხვა რამ მინდოდა და სულ სხვა აიყვანეს პარტიის განვითარების საჭე და ეხლა ასე გულხელ დაკრეფილი მობრუნების მცდელობა გაქვს შიგნიდან ესე რომ ვთქვა და დავასრულოთ გულხელ დაკრეფილი ვერ შევხედავ ამ რეალობას და ვერ გავერიდები და არც გავერიდე და მიხარია რომ რაც უფრო დრო გადის გულწრფელად გეუბნებით აი ათასობით ადამიანი იზიარებს იმ რეალობას ძიმეს მაგრამ რეალობას რომელიც პარტიაში დადგა და ნაწილი მათგანი ვერ ხედავდა ამ რეალობას ამიტომაც ვამბობ დიახაც კარგია შედეგობრივად დასულდა არჩევნები ისე როგორც დასულდა სხვა საკითხია პარტიამ ამ პერიოდისთვის რა მოიგო მაგრამ გააზრებისთვის უამრავ ადამიანს ეს სჭირდებოდა. უკან დახევა ორი ნაბიჯით რა თქვით? კარგი, დავასრულოთ პარტიას და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ. ჩვენ ხა გვექნება პირდაპირ ჩართვა ბრიუსელიდან და განვაგრძობთ უკვე სტატუსზე საუბარს ქვეყნის კანდიდატის სტატუსის და მინდა მოკლე პასუხი მივიღო. თქვენი მოლოდინი სიღრმების გარდა ამ თემაზე სხვა დროსაც გასაუბრებთ. როგორია ქვეყანა აი ამდენი რყევების შემდეგ ოპოზიცია თulis რომ ხელისუფლებას არ სულ სტატუსი, ხელისუფლება მომს რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს და ასე შემდეგ გახდება თუ არა და მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს საქართველოს თქვენი მოლოდინი როგორია ყველაფრის ფონზე ოპოზიცია თulis დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში რომ სტატუსი მნიშვნელოვანია მაგრამ სტატუსი არ არის პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობა მხოლოდ სტატუსს უნდა მოყვეს ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია ამას ჭირდება უკვე ევროპული მთავრობა, რომელიც იქნება მოკავშირე დასავლეთის განვითარებული ნაწილის სამყაროსი და არა რუსეთის. ასე ვხედავ მე დიახაც, რომ სტატუსი ბიძინა ივანიშვილს, სტატუსი ღარიბაშვილს ეს ხო გამოურიცხავს, რომ ხვალ შემდეგი ნაბიჯი გადაიდგება და გახდები ევროკავშირის წევრი. მთელი რიგი მიზეზების გამო. იმიტომ რომ წყალგამყოფი სამწუხაროდ სოფლიოს დაუდგა 24 თებერვალს 2022 წელს, როდესაც ომი დაიწყო და გამოაშკარავა საკუთარი თავი
ხელისუფლება. მანამდე შუალედური პოზიციების დაფიქსირებით ფონს გადიოდა და ბევრი ადამიანი საქართველოს მოქალაქე. ხელისუფლება გეტყოდა პრორუსული. ბატონიკო, ომი იყო საქართველოში, ჯარი დგას 20 კილომეტრში, ანუ დღეს ხმამოცემულობაშია საქართველო, იმიტომ რომ არ იცავს არც ნატოს ქოლგა, არც ევროკავშირის წევრი, ანუ დაცულობა არის ნაკლები და დღეს არის ხმამოცემულობა. ხელისუფლება ყოველთვის საუბრობს ამაზე და სწორედ ამიტომ აქვს ასეთი პოლიტიკა. მოკლედ ეხლა ბევრი მე რომ აღარ ვისაუბრო, მაგრამ ყველაფრიდან გამომდინარე, თქვენ ამბობთ, რომ სტატუსი პანაცია არ არის, ასე ვთქვათ, ანუ სტატუსი მნიშვნელოვანია. და მოლოდინი გააქვთ რომ მივიღებთ. არა, მე ვიმედოვნებ, რომ სტატუსთან ერთად ქვეყანას მალე ეყოლება ევროპული მთავრობა. დემოკრატიულ წესწყობილებაზე აღმოცენებული, ან დემოკრატიული მთავრობა, რომელიც უკვე დაამკვიდრეს, უბრალოდ ასე უნდა თქვა, დემოკრატიულ წესწყობილებას და ჩანაცვლება ოლიგარქიული მმართველობა. ნატო დიახაც, ნატო ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვჭირდება ეს. უსაფრთხოების გარანტია, კოლექტიური თავდაცვის სისტემას უნდა ეძებდეს ყველა თამოყარე სუვერენული სახელმწიფო და ის განცხადება, რომელიც ბატონმა ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა, 2 კვირის წინ, ხო? ის იყო წარმოუდგენელი ანტიქართული განმარტება, როცა თქვა პრაქტიკულად, კი არა, რეალურად, რომ უკრაინას თავს იმიტომ დაესხა რუსეთი, თითქოს უკრაინა და დიახაც ასე იყო მიილწვოდა და მიისწრაფოდა ნატოს. ისევე როგორც საქართველო. გასაგებია ხო 2008 წელს, მაგრამ ნატო არ იყო გადამწყვეტი ფაქტორი, მიზეზი, ხო? რაც კაზუსბელი არ იყო 2008 წელს ნატო. ეხლა 1921 წელს სად იყო ნატო, როდესაც დაგვიპყრეს, ხო? ხო, ნუ გასაგებია, რუსეთს მიზეზი არ არის, 1901 წელსაც არ იყო, ხო ნატო, ხო? რუსეთი ყოველთვის პოულობს ყალბ არგუმენტს, ყოჭ არგუმენტს, როგორ გაიმართოს საკუთარი თავი. და ბატონმა ღარიბაშვილმა აი ეს გამამართლებელი არგუმენტი შემოგთავაზა, ხო, თითქოს უკრაინას რუსეთი იმიტომ დაესხა დაუსრულე, თითქოს ნატოში ინტეგრირება უნდა და დიახაც უნდა და ჩვენს გვინდოდა. მაგრამ ამე დილიბად რა თქვა, ის დილიბად თქვა. და ნატო შეიქმნა რუსული აგრესიის შესაკავებად. ნატოს სამხედრო ალიანსი მხოლოდ აი ამ ფუნქციის შესასრულებლად შეიქმნა და ამიტომაც შედის იქ სახელმწიფოზე, ხო? მაგრამ ღარიბაშვილმა პრაქტიკულად თქვა, გადაწერა ისტორია. თითქოს იმიტომ კი არ შეიქმნა ნატო, რომ აგრესორია რუსეთი, არა და ოკუპანტი. პირიქით, თითქოს არის კეთილშობილური ბუნების მქონე და ნატო არის ბოროტების წყარო. და როცა ასეთ გაცხადებულია, რომ ნატოს ინტეგრაცია საერთაშორისო პლატფორმაზე ამ განცხადებას გააკეთა და მე ერთ კვირაში გაიაზრებ, რომ ეს მეტი იყო და მე სადღაცა რომელიღაცა სააგენტოს ან ტელევიზიას კომენტარს მიცემ მოკლეს, რომ იცით სინამდვილეში სხვა რამ ვიგულისხმე. კარგით რა, ეხლა ლაკმუსის დაღალდია უკრაინა. ერთხელ არ არის ჩასული ღარიბაშვილი, ერთხელ არ არის ჩასული პრემიერ-მინისტრია, ერთხელ არ არის კიევში ჩასული. მსოფლიოს არც ერთი ლიდერი აღარ დარჩა, რომ ორ-ორჯერ არ ჩასულიყვნენ კიევში. მარტო ესეც მოსაკვეთია, ერთხელ არ არის ჩასული პრემიერ-მინისტრია, მსოფლიოს არც ერთი ლიდერი აღარ დარჩა. აუცილებლად საუბრობთ სხვა თემაზე. სულ არც არ უნდა, იმიტომ მნიშვნელოვანია, დიახაც, მაგ ამისი ძალიან დიდი სურვილი, რომ თელმა საზოგადოებამ მიცოდეს, რა ხდება დღეს მათ შორის ნაციონალურ მოძრაობაში. რა როლს ასრულებს მერაბიშვილი, კეზერაშვილი, მე პირადად ხედავ თუ არა მათთან ერთად მომავალს, ვერ ხედავ. მათთან ერთად ხედავ თუ არა ივანიშვილის დამარცხების შესაძლებლობას, ვერ ხედავ. და მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა აუდიტორიების სიმართლე და სიმართლის ბაცილები ყველგან შევიტანო. მადლობა დიდი, ყველა დრო მოგვეწურა. ძალიან დიდი მადლობა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. პასუხობდა ღამის კურიერის კითხვებს. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემი სტუმარი და ჩვენ ახლა ვიდრე გადავალთ შემდეგ სტუმართან, გვექნება პირდაპირ ჩარჩეს რუსელიდან თამარ ნუცუბიძე შეგვიჯამებს, ასე ვთქვათ, იმ განცხადებებს, რომელიც გაკეთდა სულ რაღაც 1 საათის წინ ევროპის დედაქალაქში.